სალამი მეგობრებო, ძალიან დიდი ხანია, წელიწადზე მეტია უკვე. ვიდეო არ დამედია, მაგრამ კომენტარებში ჩანს თქვენი შეკითხვები, მოწერილები, ასევე ძალიან ბევრი თბილი სიტყვა, სამადლობელო, ასე ვთქვათ, იმ შრომისთვის, რაც მე გავწია და კურსის დადების სახით. მადლობა დიდი ყველას. თუმცა მე ჩამოვშორდი ამ საქმეს, ალბათ როგორც მიხვდებოდით, წინამდელ შემთხვევაში ამდენი ხანია ვიდეოს დადებიდან, ან ამდენი ხანი არ გავიტოტა. ცალკე ვიდეოს იმსახურებს ის თუ რა მოვლენებმა მიმიყვანა აქამდე ამ გადაწყვეტილებამდე, უბრალოდ ეხლა ამის ფიზიკურად ამის დრო და საშუალება არ მაქვს. თუმცა მე დავტოვებ იმეილის მისამართს ამ ვიდეოს აღწერაში და თუ იმეს რამე შეკითხვები გექნებათ დისპეჩინგთან დაკავშირებით, მე მართალია საქმეს ჩამოვშორდი. მოვლენებს გავუსწრებ ცოტას და გეტყვით, რომ დროებით არის ეს ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ ჩამოვშორდი ამ ყველაფერს, ცოდნა არცად არ მიმაქვს, ცოდნა აქ არის და დიდი სიამოვნებით გაგიზიარეთ. შეძლების დაგვარად. საქმე იმაშია, რომ ჯარში ვარ. უბრალოდ იქამდე მივიდა სიტუაცია, რომ აუცილებლად მჭირდებოდა სტაბილურობა, სტაბილური პირობები, პირველ რიგში ჩემი ოჯახისთვის, რომელიც გაიზარდა, პატარა ვაჟი შეგვეძინა და ასე ვთქვათ, ეს იყო ის ნაბიჯი, რომელმაც განაპირობა ჩემი ეს გადაწყვეტილება. თუმცა ლომის წილი, რა თქმა უნდა, მიუძღვის იმ კრიზისს და იმ ეკონომიკურ სიტუაციას, რაც მარკეტზე ჩამოყალიბდა. შეიძლებოდა თუ არა რაღაცების გაკეთება სხვანაირად და უკეთესად. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა. ბევრი რამე ვისწავლე, რაც არ ვიცოდი, კომპანიის მართვასთან, ფინანსების მართვასთან დაკავშირებით და კიდევ მრავალი სხვა საკითხი, რომელზეც აუცილებლად ცალკე ვიდეოს ჩავწერ, როგორც კი მოვრჩები ჩემ სასწავლო მივლინებას. და საინტერესო უნდა იყოს ეს წესით იმათვის, ვინც აპირებს მომავალში ამ ბიზნესში ასე ვთქვათ, ინვესტირებას. ყველაზე დიდი რჩევა ჩემი რაც იქნებოდა არის ის, რომ თუ კრიზისის დროს აპირებთ ბიზნესის დაწყებას, ძალიან დიდი ქეშით უნდა შემოხვიდეთ, რომ გქონდეთ ის ფინანსური ბალიში სხვადასხვა პრობლემის აღმოსახვევად. მე იმიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ ფიზიკურად დავეტაკე კედელს და იმის იქით უკვე არ იყო საშუალება რაღაცა ფინანსების მოძიების იმისთვის, რომ ვთქვათ, კომპანია შემენარჩუნებინა და ის მიმდინარე გადასახადები, რომლებსაც კიდე დაემატა ტექნიკური გადასახადები, იმისთვის, ასე ვთქვათ, გამეცია წინააღმდეგობა. თუმცა ეს ცალკე ვიდეოს საკითხია. ეს ძალიან მოკლედ მინდოდა ამ ვიდეოს ჩაწერა, ბევრი დროს არ მაქვს და თქვენც აღარ მოგაცდენთ და არ მოგაწყვეტთ. უბრალოდ თუ იმას გექნებათ რამე შეკითხვები დისპეჩინგთან დაკავშირებით, თუ რამე დაგაინტერესებთ, თუ ვთქვათ, რამეზე გარკვევა დაგჭირდებათ, მომწერეთ მეილზე, მე მეილს ვამოწმებ დღეში ერთხელ, ასე ვთქვათ, საღამოობით და შაბათ-კვირას მაქვს ცოტა მეტი თავისუფალი დრო და შემიძლია დავუწყოთ. თუ იქნება ვინმე, ვთქვათ, ვინც აპირებს ბიზნესის დაწყებას, მე ვერ გამოვდგები, ასე ვთქვათ, კოუჩად, ვერ ჩამოვაყალიბე ეს დიდი კომპანია რაღაცა მილიონიანი ბრუნვებით და არ დავდივარ სერიოზული რაღაც მწვიად ღირებული მანქანებით და არ მაქვს ეს პირადი YouTube არხი, სადაც ამ ყველაფერს ასე ვთქვათ გამოვაშკარავებ, ხო? თუმცა მე ერთ-ერთი ყველაზე დადებითი რაც ვისწავლე, რა არ უნდა გააკეთო იმისთვის, რომ მქონდეს წარმატებული კომპანია. თუ იქნება დაინტერესებული, მე ვნახე რამდენიმე კომენტარი, თუ იქნება დაინტერესება მაგვიმართულებითაც, მე არ დაგზავდებით და შეძლებს დაგვარად ყველაფერზე გაგცემთ პასუხს. თუ შევხედავ, რომ რაღაცაზე იქნება ახლა სამუშაო და მოითხოვს დროს, ამასაც გეტყვით. და აქვე მოგახსენებთ, რომ კონსულტაცია ყოველთვის და მუდმივად იქნება უფასო. არ არის რაღაც წინასწარ ნიადაგის მოზადება იმისთვის, რომ მე რაღაცა კონსალტინგში დავჩარჯო. თუმცა მომავალში ვინ იცის, რა ვიცი, არ ვიცი რა ვიცი. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემთან. ვისურვებ, რომ დროებით იყოს ჩვენი დამშვიდობება და აქვე დავძენ, რომ ის რამდენიმე გაკვეთილი, რაც მე დავდე, იქნება იდება, არსად არ მიდის, არ ვშლი
და ვინც იქნება მსურველი ზოგადად ამ სფეროში რაღაცების დაწყების, ეს გაკვეთილები თქვენ პროფესიონალ დისპეჩერად არ გაგცემთ. თუმცა მოგცემთ იმ ბაზას, რა ბაზითაც მიხვალთ რა გასაუბრებაზე, თქვენთან შედარებით იქნებით რამდენიმე დაგჯით წინ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. თითქმის 2000 გამომწერამდე ავიდა ეს არხი, არ ვიცი როგორ მოხდა ეს ყველაფერი. და გემშვიდობებით იმედი მაქვს რომ დროებით აბა თქვენ ისთ